ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. აუმარჯოს. იარბაზი, იარაღის ბაზარი. ეს მულტიბრენდი რას ნიშნავს? აი მულტიბრენდი ბევრ ჩარტი მოგეთ მეგობრებო ტეკილამდე მოვედით რა ტეკილა ესეთი პრეტენზიული სასმელი არ არის რომ არიქა და მოგეთ ვისკი არ არის რა მაგრამ ამაში განსხვავებაა და მიყვარს აი ხლა ეს სადაური ტეკილებია და თუ მაინცა მიკროფონი მოგცეთ ძმაო აი გაიკეთე როგორც ვიმკეთე აი ამაზე ხო გავიკეთო? ხო აი ეგრე მოგლედ ეს რა არის აი მითხარით ყიდით სად იყიდება ეს ტეკილები და ასე აქ ტეკილები რაც დევს ყველა იყიდება ატმოსფეროში და ზოგადად ხა ამ ტეკილებზე რაც შემიძლია გითხრათ ის არის რომ ზოგადად ტეკილა მზადდება 51% ლურჯი აგავისგან სხვა ბრენდებისგან ანუ სხვა ტიპის აგავებისგან არა და მათ შორის არის იდეაში განსხვავება რომ რაც უფრო მეტი ლურჯი აგავა არის გამოყენებული გაკეთებაში ვით უფრო მაღალი ხარისხის ტეკილები ითვლება ასევე ხლა ეს ტეკილა მაგალითად კორალეხოს ტეკილა სამჯერად დისტილაციით არის გავლილი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მსუბუქი არის ვიდრე სხვა ტეკილა, რომელთაც ინტერესები გაცელია, რატომ ვერჯერ იქნება გრადუსი? დაახლოებით 47-50-ი, დაახლოებით ეგეთი გრადუსია. ო, 50, კაი მომათავ. აი 50-მდე, აი თუ გინდათ რომ აი აგავის გემო გაიგოთ და ეგ გაინტერესებს ტეკილაში. ეს ტეკილა შეგიძლიათ დაალევოთ აი იმენა მართლა აგავის გემო რაც არის და თუ უფრო მუხის კაცების არომატები გაინტერესებთ და ეს დაძველების არომატები, რეპოსადო ეს ძალიან არომატულია და ამავდროულად სუბუქია მარტივი დასალევი არის. ეს უფრო დიდი ხანია კასში ნამყოფი და ანუ ანიეხო და უფრო ძლიერი არის ასე ვთქვათ რა არომატების მხრივ. ეხლა მე ხოსე გუერო დამინები. ორმეკა დამილევია. ესეც დამილევია. ესენი უფრო ანუ ესე ბარის ინდუსტრიაში ეს ეძახიან როგორც სამუშაო ტეკილებს, იმიტომ რომ შედარებით ეს არის დაბალი ხარისხის იმ პრემიალური ტეკილებისგან, რომელიც გვერდზეულობს. ანუ ამაზე მოდი აბა ეს გამასიჭია. ფერებით რო განსხვავდება, გემოების განსხვავდება? ეს ახლა შეფუთა არის რა, რადგან ანიეხო არის, ანუ დაძველებული ტეკილა არის, უბრალოდ ბოთლი არის წითელი რა. ესე სითხე უბრალოდ მუქი ფერის არის და აქ აგავის არომატები არის, კარგად წამოჩვენილი. მოდი აი აგავის არომატი მაინტერესებს. ეს არ დამილევია რა, რაღაცნაირი უცნაურ ბოთლიც არის. და ის იქნება რა ქვია. მოდი ამერთი. საერთოდ სიცხარე არის რომ რამდენი გრადუსიანია? 47 დაახლოებით 45. აი ეს იდოს ესე რომ ჩანდეს 47 გრადუსი. საქართველოს გაუმარჯოს. აი იმდენჯერ ვადეცერი საქართველოს რომ გოლი 100 კიდეს, მაგრამ ოღონდ გაუმარჯოს და გოგინდა 100 კიდეს. მოდება გავსინჯოთ. განგიმრელია რაღაცნაირი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ გრადუსიანია, სიმწარე არ იგრძნობა. გეგონება რაღაცაშია გადაზავებულიო. და ამ ტეკილას კარგად აქვს გამოყენებული აგავის არომატი და თვითონ ეს ხო, აი ხო. ეს აგავა რავი, ვისაც დაგიგეჭიათ გეტყვით რომ რაღაცა ციტრუსის გემოსავით რაღაცა მოყვება რა, რაღაცნაირი. ოღონდ აი განა ლიმონი და პორტოხალი არა, რაღაცა გეგონება. მოგეთ აგავთ სადმე დავღეჭე, მე გეტყვით რომ ეს გავს თუ არა იმას, მაგრამ იმიტომ რომ ლიმონი უხდება რა. ლაიმი. ხო. ლაიმი იმიტომ რომ ეგრე არის. თუნდაც დაძველებულსაც გაგასინჯებთ რომ შედარება გააკეთოთ. კი ბატონო. ეს მუხის კაცში არის ნაყოფი და მუხის კაცრის არომატები კარგად არის რა შენარჩუნებული. მიხარით რომ ძალიან დიდ არ არის. მუხის კაცრებში იმაშრებობა რა ქვია. კარგი დაძველების მიხედვით არის. კი, ხوانერი მაგას უკვე კარამელის, ვანილის იყოს აი ეგ არომატები აქვს. ფერით არის აი ესეთი, ნუ მუქი და რაღაც არ არის. ოდნა ოქროსფერი დაყვება. აი ის გვერდს რომელიც უდევს ეხლა ჩვენ რომელსაც ვთამა? რეპოსადოს.
ანიეხო უფრო დიდი ხანია კაცშია ყოფილი. ნუ ეხ ჩონჩხის თავები არ გაგიგდეს მაგათ კულტურაში სიკვდილი იგივე მეორე სიცოცხლეა და დღეცა სიკვდილისა დადიან ესეთი ნიღბებით რაღაცა ესპანური და იქაური ძველი ტომების ინდიელების რაღაცა კულტურები ერთმანეთში გადარეული რა ვერც ქრისტიანობა მიმძლავრა ვერც იმან და ბოლო მიიღეს ესეთი რაღაცა კოქტეილი რელიგიური მოდი აბა გავწინჯოთ ეს უფრო რბილია რა ეს უფრო გემრი როგორ გითხრათ აი ბოთლი დავდო ესა რომ ამაზე გეტყვით რა რბილია ერთია მაგრამ რაღაცა გემო ხანუ არომატული არის უბრალოდ სოყია ხო რაღაცა ეგეთი გემრიელი ოღონდ ისეთი კი არა ვისკები როა რაღაცნაირი გემრიელი და ამას უბრალოდ აი გეგონება ეხლა რომ დავლი და რაღაც რო გავიდა რომ ეგონება ლიმონიც მივაჭამიან რაღაცაო რა ისეთი ნაღებიც გემოცავ ცოტა ის არის რომ ანუ ზოგადად ხა ტეკილას რო სვავთ ან ნებისმიერ სასმელს ხო მუხის გავლენა ხო სასმელს სulis რა თქვენ თუ გინდათ რომ ტეკილა გასინჯოთ მართლა და ტეკილის არომატი გაიგოთ რა უნდა გასინჯოთ დაუძველებელი ტეკილა რა და ეხლა ამას რო სინჯავთ ამაზე უკვე ნამუშევარი არის მუხის კაზრი ეს ეს უკვე ანუ სხვა არომატების ეთერს აშლის ესა რა ფაქტიურად მუხა ანუ არა მარტო ეგ რა თავისი თვისებები შემოაქვს მუხის კაცს ანუ ზოგადად სასმელი ყველა მუხის კაცს შეძლება რა და მუხის ხეისას უკვე აქვს ეგ საშუალება რომ აი ვანილის აი ყველა ალკოჰოლზე სხვადასხვანაირად მოქმედებს რა და ტეკლებზე ანუ ეს რომელ მუხაშიც იყო ხო ის რამე იმისგან იყო თქვათ იმ მუხაში იყო რამე თუ პირდაპირ მუხაში არა მუხის ზოგადად ხეის ანუ გამოყენებული და რაღაცები კი არა ყველაფერი რაც ახსოვს მუხის კაცი თუმცა მუხის კაცი ჩაასხეს ანუ გამოუყენებელ მუხის კაცი არ დაძველებული ანუ მაგას გააჩნია ზოგადად რა ანუ მაგათ აძველებენ ხოლმე აი ნამყოფი არის მაგათ ღვინო წითელი ღვინო მაგ კასში ან ბურბონი არის ნამყოფი არ ბურბონი გამოწვარ კასრებში ძველდება რა და გამოწვარ კასრებში როცა ასხავენ ალკოჰოლს მე ის ალკოჰოლი შებოლილ არომატს იღებს რა და გააჩნია ეგას მოქმედებს შემდეგ არომატულ თვისებებზე ალკოჰოლი ეს რა არის როგორც ვიცი აქ 350 ლარი ღირს ერთი ბოთლი 350 ლარი ონაკ მაღაზიაში როგორც ვიცი უფრო ძველი არის ანუ არ ვიცი რა რამდენად აქვს ფული მეგობრებო მაგრამ ნუ მაგარი გემრიელია და აბსოლუტურად ყველაფრისგან განსხვავდება რაც დამილევია ტეკილის გემო აქვს მაგრამ კიდე აქვს რაღაცის გემო ოღონდ ის გემო სიცხარე არა აქვს თითქმის წამიერი სიცხარე აქვს და მერე მოდის რაღაცნაირი გემრიელი არომატი და სუნი რა ხოჭა ვიცეს მოიგონა ეს სხვადასხვანაირი ფერებიდან გამომდინარე სხვადასხვანაირი გემო განსხვავება არის დაძველების სტილში და ნუ ეს მაგალითად დაუძველებელი არის საერთოდ რა ეს არის იგივე სიტყვა ეს მაგრამ სხვადასხვა ბრენდი ეს რა ეგ დაძველებული არის რეპოსადო არის იგივე სტილის ანუ იგივე დროის დაძველება კამას და ამას რა ეს ყველას დაძველებული არის აი აქ რა ყოფტეგლებს შორის ეს მაგარი გემრიელი ნამდვილად მაგარი გემრიელია ხო აი რასაც ქვია გემრიელი გეგონება რაღაცის დასაყოლებელი შეგიყო რომ დალევ მე ეგეთი ეფექტი არომატული არის კი აი გემრიელები გაქვთ ხოში მადლობა დიდი მიკროფონს არის გებეთ ესე ამა აქ რა ვოდკა პოლონურად არას ნიშნავს გონი რუსებს ზოგს გონია რომ ვოდკა ვარიქა და რუსულია არაფერი რუსული პოლონური არის მე რუსებს უბრალოდ მოეწონა და რაღაც ეს დალეული მაქვს ეს ფრანგულია ფრანგული 100%-ით საფრანგეთში დამზადებული ფრანგული ხორბლი ეს დალეული მაქვს და თან ხაშთან ერთად მაჩუკ ეს რო წავიკითხეთ რომ ვოდკა იყო გადავწყვიტე რომ ხაშთან ერთად მიგვეღო სხვათა შორის მაგრას დავთვერით ეხლა მე როდგარ ვარყის მოყვარული ვარ კი არა მაგრამ არაყი არ არის რა ჩაულებრივი რაღაცა კი ბატონო ესენი განსხვავდება ეხლა მაიცა მიკროფონი გაიკეთე აი ამ გავიკეთო აი უყურე ხო ძალიან მაგარი მაიცა აი ესეთი რაღაცაა ანუ ესენი რითი განსხვავდება ეხლა მოგახსენებთ ერთი განსხვავდება ეს არის კონკრეტულად ნუ პრემიუმ ხარისხის არაყი რომელიც არის საფრანგეთში წარმოებული ჩვეულებრივი კლასიკური არაყი არის არაფერი ზედმეტი არ აქვს აი აქეთ უკვე ეს არის პრემიუმ ულტრა პრემიუმ ხარისხის მოძღვან არაყი
ვოდკა ეგრეთ წოდებულ, რომელიც უფრო კოქტეილებში გამოიყენება, რბილი არის. ისეთი მაგარი არ არის და კოქტეილებში გამოიყენება. ძალიან რბილი და სალევი არის, შეიძლება ვერც იგრძნოთ რომ არაყი არის და აი აქ უკვე ეს არის special edition, რომელიც კონკრეტული რაოდენობით არის გამოშვებული. ესეც ულტრა პრემიუმ ხარისხის არის და აქ არის დამატებული არომატები. დალევის მომენტში ენის წვერზე დაახლოებით იგრძნობთ აი ვანილი და ასეთი რაღაცეები იგრძნობთ. ეს არის ამათ შორის დაახლოებით რა არის ესე? ფასებში როგორ არის? აქ არის დღეს გვაქვს და გუშინაც ჰქონდა ფასდაკლება და მაღაზიაში ორმა გიღირს ისევ თავის ფასი. ნუ დაახლოებით რა არის? დაახლოებით ალბათ 100 რაღაცა. აუ ნაკლები მე მგონი 100-მდე რა. ბოთლის უშიშო. მაგრამ მაღაზიაში დაახლოებით 200 დაახლოებით ეგრეებს. როგორც ვიცი. ვოდკა ხო? კი ბატონო. გოგავს ინჯო რომელიმე? ესლავე დაგაგემოვნებინებთ. აი ეს რაღაც ამან ინტრიგა გამიჩინა რა. ეს მალნა დალეული მაქვს ნახოთ ერთმანეთში რითი განსხვავდება ეს და ის. თუ ეხლა ამას საერთოდ გემო არაფრის არ აქვს, ჯობია რომ არ გავსინჯო, იმიტომ რომ მალნა ძალიან დავთვრები და ალბათ საერთოდ მე მაღაზიის არაყი მაინც არ მიყვარს, მაგრამ უფრო სახლის ხო? უფრო სახლის. ო, სახლის კაი. მოდი აბა გავსინჯოთ. ხარს მოგცემ ჩვენი მაღაზიის. და სადაც შეძლებთ ამ ყველაფრის შეძენას. შეიძლება გქონდეს ხოლმე საკმაოდ კარგი აქციები და მოგდანდით. მისამართები არის მითითებული ყველა ჩვენი ფიალის, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მადლობა. მოკლედ არაყი დავლეთ საერთოდ რა ხალხის გემო. რაღაცნაირად წავიდა აი შლიპენითო რო იტყვი რომ სიმწარე საერთოდ არა რა. ანუ რაღაცა დიდი რაღაცით რო დალიო, დალი რა, რაღაცა ყელს არ გადაგიკეთავთ. კლასიკურ ხომარში ადარებდი. არა, ეგ დალეული მაქვს, ეს არაყი. ამას რამე გამოყოფილი გემოიმი არა. წყალი ვიტილება რა, როგორც წყალი. ანუ სუფთა ალკოჰოლია რა, სპირტი. ალბათ ვოდკა ეგეთო და რბილია რაღაცნაირი რა. ამას რამდენი გრადუსი? 40. ან წარმოიდგინეთ 40 გრადუსიანი სასმელი, რომელიც თუ ვიღაცას დათრობა გინდა შეგიძლიათ იციყიდო და დაუსვადო შლიპინი დალევს. ანუ გონებაზე რომ მოუყვე რა დღეში ჩავარ და უკვე მოსპობილი იქნება, ხო? თუ რამე კოქტეილში გამოიყენებ, თავის გემოს არ მიცემს რა. რასაც ჩაასხავთ, იმის გემოები ექნება, სპირტის გემოს საერთოდ ვერ იცნობთ რა. ნუ ქართველისთვის როგორ გითხრათ ეხლა რა ვიღაცას უნდა ახლა წყალი დამალეინა. მართლა ეგეთი გემო აქვს რა. სიცხარეს საერთოდ აქ ნული. მოკლედ აი ესეთ რაღაცებსაც აკეთებდი რა და ფრანგები ცოტა ესეთი ხალხია, ხო იცი? სპეციფიური ხალხი არიან, ყველაფერში თავის რაღაცა აქვს. ფრანგულები არიან, ხო. ეს დალია შენა. აი ეს დალია მეთქი. აი ნახე. ცოტა კრეპკია. ესა? ლურჯი დალია, ლურჯი არის ჩემპიონი. ეს დალია და მე ნახე, როგორი ჩემპიონი. მოდი აი ესეც დააგემოვნებთ. აი მოდი ესეც. აი ხო დალია. ნოიძაბ. ო, ამას რაღაც ხონერი გება. აი. ხუში წავიდა მწარია. შენ უღასო. აბა ნახე იგრო. ო, იგზენი განსხვავება. ეს მოაშორე. ამას რაღაცის გემო აქვს. რაღაცა. აი ამას საერთოდ გემო არა. იმიტომ რომ ეს უფრო რბილი არის ვიდრე ეს. ხო. მოკლედ ისე დათვრებით ვერც გაიგებთ რა. ეს კი დალეული მაქვს, ამას აღარ გავცემ, კლასიკური ის არის. არაყი არა ვოდკა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ რომ ვესწრებთ. ხო ჩაგვა იარბაზი იარაღის ბაზარი.